შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები საჩხერის მუნიციპალიტეტში არსებულ ეგრეთ წოდებულ საზღვრისპირა სოფელ პერევს საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ესტუმრნენ. წინა საახალწლო აქციის იდეის ავტორი და ინიციატორი შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძეა. ეგრეთ წოდებულ საზღვართან მდებარე 5 მაღალმთიანი სოფლის პერევის, ქარძმანის, სინაგურისა და თედელეთის 60-მდე შეჭირებულ ოჯახს სამინისტროს თანამშრომლებმა საკვები პროდუქტები გადასცეს. დაახლოებით 60 ოჯახამდე გადავეცით საახალწლო საჩუქრები და დახმარება, მიულოცეთ დამდეგი ახალი წელი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ამ საჩუქრების ნაწილი გადაეცა ოკუპირებული ტერიტორიებში მცხოვრებ მოსახლეობას და შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ გააგრძელებს მსგავს აქციებში მონაწილეობას. სურსათის გაცემა სოფელ პერევიდან ხდებოდა. ამისთვის ქარძმანის, სინაგურისა და თედელეთის მოსახლეობამ რუსი ოკუპანტების მიერ მოწყობილი ეგრეთ წოდებული საგუშაგო გამოიარეს. ფქვილი, შაქარი, ბურღულეული, ზეთი და სხვა საკვები პროდუქტი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსახლეობას პირადად დაურიგეს. თითოეულ ოჯახს სულ 150 ლარის ღირებულების საახალწლო კალათა. ჯავრობდი დღეს ჩემი შვილი სანახავად წევიდა და გზის ფული არ ქონდა. ფული რითი ვიყიდო თქო იმას ვუხდი და ძალიან გემეხარდა რომ ეს დახმარება ვიზდე გვეხმარა მერთმა მილიარდებში უქციოს და იმაზე ვით კიდე ძალიან მადლობელი რომ ეს დახმარება მალაკა იყო ჩვენთვის მერთმა გაგახალოს შილო მერთმა გმარობა მალა ძალიან გვიწეს რუსების ხელში ვარ და ძალიან მადლობელი რომ დახმარების თუ ძალიან მეტი დაგიძრა შილო და დიდი მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ბატონ ალექსანდრე ჭიკაიძეს. ეს საჩუქრები ჩემთვის ალბათ რა ვიცი ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ არ ვარ სოციალურად დაუცველი და ვარ ცოტა ხელშეწეული გლეხი და გაჭირვებული ოჯახის. საქველმოქმედო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტების ორგანიზებით ხორციელდება. აქცია ზამთრის პერიოდში საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი გაჭირვებული ოჯახების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების შემსუბუქებას ისახავდა მიზნად. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეაგროვეს თანხა, ის შემდეგ ნაყიდი იყო სხვადასხვა პროდუქტი და გადაეცემათ მოსახლეობას. ეს არის პერევი, ოკუპირებული ქარძმანი, სინაგური და თედელეთის მოსახლეობას, რომლებსაც ვერ შევძელით სამწუხაროდ მისვლა. ამიტომ თხოვეთ რომ გადმობრძანებული იყვნენ პერევში და ეგ გადავეცით სხვადასხვა დასახელების პროდუქტები. მსგავსი აქცია მიმდინარეობს ყველა რეგიონში, ყველა მაღალმთიან და სოციალურად გაჭირებულისათვის. გრძელდება აქცია და თანამედროვედ ხორციელდება შესაბამისად ტერიტორიული დანაყოფის მიხედვით. აქციის ფარგლებში პერევში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ამავე დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსი თანამშრომლებთან ერთად და საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მოსახლეობა საახალწლოდ მიიღებს გარკვეულ საჩუქრებს, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არიან გაჭირვებული მოსახლეობა და ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტრო ლამაზი ახალი წელი გაუვრთენოს და მე მგონი რაღაცას მიაღწიეს კიდეც და ძალიან კარგი საჩუქარი გაუკეთეს ახალი წლისთვის. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ალექსანდრე ჭიკაიძეს, მის გუნდს, რომლებიც ახლა აქ მუშაობენ და აღნიშნულ პროდუქტს გადაცემენ საჩხერის მოსახლეობას, უბრალოდ ქარძმანის მოსახლეობას, პერევის მოსახლეობას, სინაგურის მოსახლეობას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მთავრობას, სამინისტროს, მთლიანად აი ამ გუნდს, რომლებიც ეს აქ მუშაობენ. ეს არის ერთგვარი ყურადღება ჩვენი კუთხის, ჩვენი რაიონის ოკუპირებული ტერიტორიის და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახებისათვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქველმოქმედო აქციით ყველა მაღალმთიან სოფელს ესტუმრება.